თუ თქვენ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ. აქ არიგულის ხმა მარტო ის ხალხი, ვისაც კუნთის დადება უნდა. ზოგადად ფიზიკური აქტივობა. თუ თქვენი мотиваცია არის გრძელვადი. ვარჯიში ჩვევაში გადაზარდოთ და არ ჩააგდოთ ხოლმე. აი ეგ არის იდეალური ვარჯიში. წყალი. დილამშვიდობის მეგობრებო. დღეს არის 4 ივლისი, ზუსტად 30 დღე გავიდა, მას შემდეგ რაც დავიწყეთ კვება კარდიო, ყინულის აბაზანა და შრობისთვის ვარჯიში. და მინდა რომ მიმოვიხილო დღეს უშუალოდ რა გავაკეთეთ და რა შედეგი მოგცა ამ ყველაფერმა. როგორც გითხარით, სულ ერთთვიანი იყო ეს ჩელენჯი. შრობის დაწყებისას ზუსტად ვიყავი 91 კილო ნახევარი. ეხლა ვარ 78, ანუ დაახლოებით 3 კილო ნახევარი დავიკელი. აქედან ნახევარი დიდი ალბათობით არის წყალი, რადგანაც კრეატინს არ ვიღებდი და დარჩენილიდან უმრავლეს ნაწილია ცხიმი, რადგანაც ვიყავი დაახლოებით 22-25% ცხიმი მის მაჩვენებელზე და ეხლა რო ვიზომავ, არის ბევრად ნაკლები, 20 ჩამოცდენილია და მოკლედ საკმარისია რა. რო ჩავშალოთ, ვაკეთებდით კარდიოებს, კიკვიძეში სიარულის სახით, ყინულის აბაზანას 30 დღე, არც ერთი დღე არ ჩამიგდია და ვარჯიში. თუმცა ვარჯიში და კარდიო, რომელიც 15-15 უწევდა, 13-13 გამომივიდა, იქ წვიმების გამო, იქ პლუს ცემენტს რო ვასხავდი, როგორც გითხარით, მაგ დღეებში ფიზიკურად ვერ ვარჯიშებდი და მომიწია შესვენება, მაგრამ საკმარისზე კარგია. რო წვიმდა და კარდიოები ვერ ვაკეთე, მაგან საგრძნობლად მიჩვენა, რომ დილით ადგომა მეზარებოდა. პირდაპირ ტელეფონისკენ მივდიოდი და კვებას ვიწყებდი. როცა კარდიოს ვაკეთებდი, დილით პირდაპირ გამოვდიოდით მე და კირა აქ. ბევრად უფრო მხნედ ვიყავი. ბევრად უფრო ენერგიულად, ხასიათზე ბევრად უფრო კარგად ვიყავი და პლუს მე ძალას გაძლევს და мотиваციას იმისთვის, რომ განაგრძო შენი შრობა იქნება, მატება იქნება თუ რაც. შეიძლება საერთოდ არ გინდოდეს კლება, შეიძლება საერთოდ არ გინდოდეს, რომ ცხიმის მასაც კი დაგაკლდეს, არ ვიცი ვის არ უნდა, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ დილით შეძლების დაგვარად კვირაში 3 დღე, მაინც იაროთ უზმოზე. ეს დადებითად მოქმედებს თქვენს ხასიათზეც, мотиваციაზეც. დავარწყეთ 2 წრე. ეხლა კიდე ცოტაც დაგვრჩა და მერე წავალთ სახლისკენ. გადავიდეთ ყინულის აბაზანაზე. რაც შეეხება ამ შრობის პლუსი რაც იყო არის ის, რომ კუნთის მინიმალური მასა დავკარგე, რადგანაც წინა წლის შრობაზე მაქსიმალურად ვიყავი ცხიმის გამოშვებაზე კონცენტრირებული, ცხიმის გამოშვა, მაგრამ კუნთის ძალიან დიდი მასა წაიყო. ახლა შეიძლება 1 კილო ცხიმი დავიკეთე, მაგრამ მაქსიმალურად 9 კილო კუნთი გაყვა, იმიტომ რომ ზომებში თითქმის იგივე ვარ, თუ იმ წყალს კრეატინისას არ ჩავთვლით. მასებსაც თითქმის იგივე წონებზე ვავარჯიშებ. არის მცირე სხვაობა, მაგრამ ძალიან მიზერული რა. ეხლა გადავიდეთ ყინულის აბაზანაზე. რა კარგია. 29 დღე. თითქოს სწრაფად გაიარა, ან რო ვიხსენებ, ნელა გაიარა. იქამდე მზიან ამიდებში თუ ვერ ვაგდებდი ტემპერატურას. ეხლა პირიქით. წვიმიან ამიდებში ზედმეტად დაბალია. ყინულის აბაზანამ სხვათა შორის ნერვული სისტემა დამიწყნა რა. და მოთმინების უნარი ძალიან. ამ ერთ თვეში მხოლოდ 2 ჯერ სამსამე ლუკმა პოვიჭამე, მეტი არაფერი. ან შევეჩვიო კვეცი წყალში ყოფნას. მოდი ხა გავხურდეთ 60 კილოზე. გახურებას მოვჭით. ეხლა ვიზავალ 100 კილოზე და 120 კილოზე და всё რა. 140 დღეს არ ვავალ. პირდაპირ დავიწყებ დარბაზის შეფასებით, იმიტომ რომ ეს არის ბოლო ეპიზოდი ამ ტიპის კონტენტის, მე შეიცვლება, უფრო საინტერესო იქნება დარწმუნებული იყავით. ისეთებს გავწერ ამ თვენახევრის განმავლობაში, რომ ბევრად უფრო ინფორმაციული იყოს, ზაფხულის შეგულებასავით რა მოვა. მაგრამ ვიმუშავებ, რომ საინტერესო კონტენტით დაგიბრუნდეთ სექტემბერში. ამიტომ ვიდეოს მეორე ნაწილში ვისაუბრებ უშუალოდ
რას ვაპირებდა, როგორ და რა მოხდა ამ 5 თვის განმავლობაში. იქამდე შევახსენებ შოუ Snap Fitness, ახლა Snap Fitness-ის ბიზნეს ფილიალში და აქტუალურებული ვარ დარბაზით, მისი სისუფთავით და ბრენდინგით რა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სისუფთავში ერთი კულაც კი არ დააკრება, ნახევარიც კი, იმიტომ რომ ზედმეტად სუფთავი იმისთვის, რომ დარბაზი იყოს რა, ყველაფერი არის იდეალურად გაწმენდილი. ტრენაჟორებზეც კი არ ეთყობა ნახევრები. აი, მოდი ახლა მივუვარდით. ესეც შენი 120. ორი მისვლა გავაკეთე 120-ზე და იგი იქნება. თან ახლა უკვე 11 იწყება და ხალხი ძალიან ცოტაა. ვერ ვიტყვი ეს იმის ბრალია, რომ ცოტა ხალხი დადის თუ იმის ბრალია, რომ სულ სუფთაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა ესეა რა. ტრენაჟორებს რაც გადავხედე, სიტუაცია არის ესეთი, რომ ყველა ტრენაჟორი ერთნაირებიც კი 90% არის ორ-ორად. ამიტომ მაინდა-მაინც იმ ტრენაჟორზე რო ვინმე მოვიდეს, 4 შეუძლია რომ შეეცვალონ ერთმანეთს და ამაშიც ვერ დავაკლებ გულას. შეიძლება რომ სხვადასხვანაირი ტიპის მეტი ტრენაჟორები ჰქონდათ, მაგალითად. მაგრამ მე რასაც გადავხედეთ, თითქმის ყველა საჭირო ტრენაჟორია რა. მივუვარდეთ. კიდე ის მომეწონა რომ სიმღერა არის დაბალ ხმაზე და არ გაწუხებს. ყველა ძალიან ჩუმად არის და ეხლა მეც ჩუმად საუბრობ, იმიტომ რომ ხალხი არ შეწუხებს რაღაც. კვირილი წივილი არ არის. რაც შეეხება ტრენაჟორის მდგომარეობას, აქაც გულას არ დავაკლებ. აქ ყველა ტრენაჟორი არის ტექნოჯიმის და ერთი და იგივე სტილში. ძალიან სასიამოვნო სანახავია რომ შემოდიხარ და ეს ტრენაჟორებში ერთფეროვნება რო არის რა, ვიზუალური. და მოგლოს რაც შეეხება, ვერიც კი არ ეთყობა. როგორც გითხარით, ხელის მონაკიდების არ ეთყობა ტრენაჟორებს, ისე არის დაწმენდილი რა. ამიტომ გულას ფიზიკურად ვერ დააკლებ ნორმალური ადამიანი. მოდი ერთხელაც მივუვარდეთ. იმებს რაც შეეხება იმის აღნიშვნა მინდა რომ დღეს პირველად ვიყავი. ხო ჩამწერეს რა თქმა უნდა და ძალიან მოგზაურობის მესწავლები. პლუს მიმაცილეს გასახდებამდე რომ წოდნოდა სად იყო. რაც ძალიან კარგი ჟესტი იყო. და ძალიან მომეწონა. ძალიან ბევრი სხვადასხვა სასმელი აქვს. წვენები, ენერგეტიკულები, ну რა თქმა უნდა სპორტული განამატებიც და ძალიან მომეწონა ვიზუალურად და ძალიან კარგი სივრცეა გამოყოფილი, პლუს მოსასვენებელი სივრცეც წი. რაც ძალიან სასიამოვნოა. ამიტომ იმ ღებსაც არაფერს არ დავაკლებ. თუნდაც იმ მარტივი და პატარა ჟესტის გამო რომ მიმაცილეს და მითხრეს საით იყო და არ მომეწია რომ ვინმესთვის კითხვა დამესვა აი სად წავიდე და რაღაც. ხო კიდე იმას დავამატებ რომ ძალიან ყურადღებიანი სტაფი ყავთ. მოძრავი ჰანტელები არ არის, შიდა კინები არ მოძრაობს, რაც ვორტექსში მოძრაობს სხვათა შორის და ეგ ძალიან სიამოვნებს მე. ვარჯიშისას პირად სივრცეს რაც შეეხება, ალბათ თქვენც ხედავთ ჩემს უკან ტრენაჟორები რა დაშორებით არის. არ ვიცი როგორ უნდა გადაიკრიფოს ეს დარბაზი, რომ ეს დაშორებები შეივსოს და თავი არაკომფორტულად იგრძნო და გადატვირთულობაზეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ მონაცემებით. სხვა დარბაზებს ვურჩევ რომ მიბაძონ, რომ იდენტურად დააწყონ დარბაზები. ვიცი რომ ყველაფერი ჩატევა უნდათ, მაგრამ ჯობია რომ ნაკლები ჩაატევდა ხარისხენად, ვიდრე ყველაფერი იყაროს და ადგილი არ იყოს მერე ვარჯიშის. შემდეგი არის დარბაზის ვენტილაცია, დიზაინი, განათება. ეხლა ცოტა დააკლეს განათებას. ალბათ იმიტომ რომ 12-ია და შუაში ჩააქრეს. კედლებზე სარკეებთანაც კი განათებულია ყველაფერი. ერთადერთი არ არის წინა მხარე, სადაც ქუჩას გადახურებს, თუმცა მირიანვერდის ქუჩას ისე გადახურებს, რომ ძალიან კაია. კარბენბილიკები რო იქ არის. ვენტილაცია ძალიან კარგად არის. ტემპერატურაც უწერიათ, რომ იდეალური არის 20-დან 23-მდე და 21 გრადუსია. რავი, რა უნდა დავუწევო? ლოქერუმებს რის თქმა უნდა პირველ რიგში
ის რომ შევედი, აი შემოწყარო გარედან შემოსული ნაწვიმარი ალახენ ფეხსაც მივშევდიოდი, იმდენად სუფთა იყო იატაკიც კი. სისუფთავის მხრივ არის უმაღლეს დონეზე ეს დარბაზი. კიდე ის რომ კარადების ყველა კარი იკეტებოდა და კარადები იყო ძალიან დიდი. პლუს ძალიან მომეწონა ის რომ პირსახოცები აქვთ რომ მოხვალ გადაივლებ და გამოიყენებ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. და ამიტომ არ დავაკლებ ფულას. თითქმის არაფერში არ დაკლებია. ერთ გამეორებასაც გავაკეთებ და შემდეგზე მე ვიბაზროთ. შემდეგი არის სამუშაო საათები. ბევრს არაფერს არ ვიტყვი, პირდაპირ ვიტყვი, რომ არის 24 საათიანი. სრულიად ამოწურვილია დასაკლები ყველანაირი ინფორმაცია და პირდაპირ ათი. გამოყოფილ ზონებს რაც შეეხება კარდიო სივრცენოთ ცალკე არის და გადახურებს მირიან მეფის ქუჩას, როგორც გითხარით, იოგა ცალკე ოთახი არის გამოყოფილი. და გამოყოფილი მოკლედ როგორც შესაძლებელია ტკივის სივრცეც კედელი არ არის, მაგრამ გამოყოფილია. იგრძნობა რომ იქ სხვა სივრცეში შედიხარ. ამ ნაწილს ქულას არ დავაკლებ. ასევე აქვს საუნა და წესით ბოლო პუნქტში, რომელიც არის დამატებითი სივრცეები, ქულას არ დავაკლებდი, იმიტომ რომ საუნა აქვს. საუნის გამო არ დავაკლები ქულა საკემატას, მაგრამ აქ ერთ ქულას დავაკლებ, იმიტომ რომ როდესაც ესეთი პროფესიონალური დარბაზი გააწყობილი, გვერდით ბოქსის სივრცეა გახსნილი მესმის და შეიძლება ვერ დაემატებინათ, მაგრამ მე რო ყოფილიყავი აქ სივრცესაც მიავიღებდი და გავაკეთებდი სხვადასხვა სივრცეებს უშუალოდ ჩემი დარბაზის დროს სრულიად ამოთვისებინა რა და რამდენიმე სივრცე მქონოდა. არ ვიცი ხა დარბაზის გადმოსახედით ეგრუგორია, შეიძლება უპირთ, შეიძლება არ უღირდა და იმიტომ არ გააკეთეს, მაგრამ ერთადერთი მაგაში დავაკლებდი, იმიტომ რომ თუ ხარ იდეალური ბარემ ბოლომდე უნდა იყო რა. ვფიქრობ რომ ეს დარბაზი მართლა იდეალური არის. და ყველაფერია ისე როგორც უნდა იყოს დარბაზში, ანუ სტანდარტი აქვს ისეთი დადებული რომ სხვა დარბაზებმა უნდა ვიბაძონ, მაგრამ ყველაფერი გააკეთე რა. ვიცი რომ შევიძლიათ. საუკეთესოებას ვცდილობ ბარემ იყავი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა გაკლია. სხვა მხრივ რა მე ძალიან მოგწონს ეს დარბაზი. გადმოვიდით ტრიცეპსის მეორე ვარჯიშზე. ეხლა ავხსნათ რა ხდება საერთოდ და რას ვაპირებთ. პირველ რიგში იმის მიზეზი რომ ეს კონტენტი სრულდება არის ის რომ ეს ნაწილი ამოვწურე და თითქმის ყველა იმ დარბაზში ვიყავი რომლის შეფასებაც მსურდა. კიდევ არის დარბაზები, თუმცა უკვე ეთყობათ შეფასებებში რომ ისეთი კარგი არ არის როგორც ესენია. და არის მარტივი უბნის დარბაზები და ან არის პროფესიონალური დარბაზები რა. შეიძლება რამდენიმე დარბაზი გამომჩა, თუმცა თვლი რომ უმრავლესობა უკვე შევაფასე, პლუს 1 ივლისიდან უკვე ოფიციალურად ვარ Vortex-ის ფიტნეს ინსტრუქტორი. აქედან გამომდინარე არ ვთვლი სწორად რომ სხვა დარბაზები ამ მონაცემებით შევაფასო ჯერჯერობით, პლუს შობის ბოლო დღესაც გადავიღებ და სექტემბრიდან დაგიბრუნდებით ახალი კონტენტით, რომელიც იქნება დარწმუნებული ვიყავით რომ ბევრად უფრო საინტერესო. რაც შეეხება ამ 5 თვეს წესით. პირველ რიგში ვიყავი მატებაზე, დავიწყე მატებით ზუსტად პირველ კვირას და დაახლოებით 70 კილოდან ავედით 84 კილომდე. მაისის შუა რიცხვებში უკვე 84 კილო რო დაეწერა, გავჩერდი და 2-3 კვირა, დაახლოებით 3 კვირა გამომივიდა რომ ვიყავი ერთ ზონაზე, შევჩერდი და შევისვენე და ზაფხულისთვის უბრალოდ ზედმეტი შრობაა, რაც ხემი ისევ მაქვს. უბრალოდ ენერგიულობისთვის, იმისთვის რომ ცხიმი ძალიან არ გაქცეულიყო და ზაფხულს შევხვედროდი უფრო ხნედ ერთ თვიანი შრობა კარდიოს რეჟიმი მოვიწყე რა. ეს ყველაფერი დაიწყო 4 ივნისს და დღეს არის 4 ივლისი 30 დღე დასრულდა ციკლი დავამთავრებ და ხვალიდან 3-4 კვირა მოკლედ შევისვენებ. შემდგომ ისევ წონის შენარჩუნებაზე ვიქნები. სანამ მასაზე არ გადავა. მუდმივად ეს რა თქმა უნდა არ ხდება. უბრალოდ რადგანაც მე სურვილი მაქვს რომ ავიდე 90 კილომდე და კუნთის მასა მაქსიმალურად მე უკვე გავწურო, მაგ მიზეზით ვაკეთებ ამ ყველაფერს. მაგით ვარშრები ბოლომდე რომ აღარ დავკარგო წონა, წინა წელს ეგ გავაკეთე და დავიწყე ნულიდან. ეხლა დაახლოებით ჩემი ცხიმის პროცენტული მაჩვენებელი არის 18-20-ის ფარგლებში.
ეხა ყვებას რო დავარღვევ 20-22-ზე ავარა. ეხა შეიძლება 17-იც კი იყოს. მინდა რომ ესე გავაგრძელო, დავიდე 90 კილომდე და მერე გამოვში. რომ 80 კილო მაინც სუფთა კუნთის მასა დამრჩეს. ამიტომ ვარ სულ კლება, შენარჩუნება, მატება და ასე შემდეგ. კონტენტს რაც შეეხება არის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ჯერჯერობით გაჟღერება არ მინდა, რადგან ზუსტად არ ვიცი რომელი აირჩევა და რანაირად მოხდება გადაღება, ამიტომ დავტოვოთ ეს. ესე რაც შეეხება ახალ კონტენტს, მალე დაემატება პოდკასტი, რომელზეც 4 თვე ვმუშაობ აქტიურად და ყველაფერი მზად არის. ველოდები პირველ რამდენიმე სტუმარს, რომლებთანაც თარიღებს შევათანხმებთ და გადავიღებთ. ვეცდები რომ აგვისტოს პირველ კვირაში უკვე პირველი ეპიზოდი იდოს. უშუალოდ პოდკასტს რაც შეეხება, სახელწოდება არის ბალანსი. უკვე აღარ შეიცვლება. იქნება იმ თემებზე, რომლებიც ცხოვრებაში ბალანსის პოვნაში გვეხმარება, არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და კვება, არამედ ფსიქოლოგია, გარემო, ურთიერთობები და ასე შემდგომ. 12 თემა და ამ 12 თემასთან არსებული პროფესიონალები, რომლებთანაც ინფორმაციის მიმოცვლა იქნება, რომ როცა შემოვა ადამიანი უშუალოდ მიიღებს სრულ ინფორმაციას რაზე და როგორ უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ ცხოვრებაში კარიერულად, ფიზიკურად და მენტალურად იყოს ბალანსში. შემდეგი მისვლა გავაკეთოთ. მოდი ავწიოთ წონა. ხო, რაც შეეხება კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ უკვე 21 ვიდეო და 80-მდე რილს ვიდეოს ჩემს არხზე. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურებს და მომყვება. ახლებსაც ვთხოვ, რომ დააფოლოვონ და განვითარებაში დამეხმარონ. ხელეწიფება კომპანიასთან კომუნიკაცია ან რამე მსგავსი, რომლებიც მსგავსი კონტენტით არიან დაინტერესებულები და შეიძლება დააფინანსონ. მოხარული დავრჩები, რადგან ამ ყველაფერს სჭირდება დრო და ფინანსები და უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ახალი და ხარისხიანი კონტენტის დასადებად იმაზე მეტი ფინანსები მჭირდება, ვიდრე მე შემიძლია რომ გავიღო ამ ყველაფერისთვის. იდეებიც აქვს, რომლებიც განსახორციელებლად არც ის რთულია და შესაძლებელია, უბრალოდ სჭირდება ფინანსები. ამიტომ კომპანიებს ვთხოვ, ვინც უყურებს, ვისაც გადაუგზავნიან ვიდეოს ან ვისაც სურვილი აქვს, რომ ფიტნეს კონტენტი დააფინანსოს YouTube-ზე, ხელი შეუწყოს განვითარებას, მზად ვარ, რომ მოლაპარაკებებზე თქვენთანაც წამოვიდე. გადავიდეთ ახლა ბიცეპსზე. გადმოვედი აქეთ, მარტო იმ მიზეზით, რომ ვიზუალურად უფრო მენახებინა როგორია ქაურობა, იგივე ვარჯიშს გავაკეთებ. წონა დავალია. ხო, რაც შეეხება ამ 5 თვის შეჯამებას, რო დავიწყე, რა თქმა უნდა, ზოგჯერ მეგონა რომ ძალიან ბევრი ფოლოვერი მომემატებოდა, ზოგჯერ მეგონა რომ საერთოდ არ მომემატებოდა, მაგრამ რაც არ მეგონა არის ის, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდოდა ჩემთან კითხვებით და დახმარების თხოვნით. რაც ძალიან სასიამოვნოა, ესე იგი ხალხი უყურებს კონტენტს, იმდობა, რაც მართლა ძალიან გულით მიხარია. ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის განათლება ბოლომდე ფიტნესის მიმართულებით. დიდი რაოდენობით არის საჭირო, რომ ფიტნეს კონტენტი განვითარდეს YouTube-ის მიმართულებით, რადგან TikTok-ზე მაგხელა ვიდეოებს ვერდებ და პლუს ის ფორმატი არ გაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო საინტერესო იყო რა. და YouTube-ის ფორმატი ძალიან კარგია მაგისთვის. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი კონტენტ კრეატორი გადმოვა YouTube-ში და დაიწყებს YouTube-ის კონტენტს, რაც საბოლოო ჯამში კონკურენტულს გახდის გარემოს, მაგრამ ინფორმაცია მიეწოდება მომხმარებელს და ზოგადად საზოგადოებას ამ ყველაფრის შესახებ. თან ძალიან არ მომწონს
სხვა პლატფორმები, იმიტომ რომ კი ვიყენებ რა თქმა უნდა პოპულარიზაციისთვის, მაგრამ ეს 4 მიზეზი რატო არ უნდა ჩამოესაჭმელებიან 4 პროდუქტი, რომელიც უნდა მიიღო, ან კი არ უნდა მიიღო, არ არის სპორტი, ფიტნესი და განსაკუთრება. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და აქვს თავისი ჩარჩოები. ამიტომ რატო არ უნდა მიიღო მაგალითად რაღაც პროდუქტი, ეგ უნდა ახსნა მიზეზით და ახსნა ყველა ის პროდუქტი საბოლოო ჯამში მერე და მოიცვა რომელიც ამ წესში შედის რა. მე მაგალითად არ ვარ იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანმა თუნდაც შაურმა მიიღოს, კი მაიონეზი ძალიან არასასარგებლოა და სწრაფიკვება ძალიან არასასარგებლოა, მაგრამ თუ შენ ეგ განიჭებს სიამოვნებას მუდმივად იმ რაღაცების ჭამა, რაც ჯანსაღია, არ ნიშნავს რომ ჯანმრთელად ხარ. შეიძლება ისტრესები, როცა ჩაული სულ, აი მე მაგალითად რო გითხარით რამდენიმე უკმა პური ჭამე მეთქი, ჭამე იმიტომ რომ დედაჩემმა გამოაცხო სახლში ტაფაზე და ძალიან მიყვარს. და ეგ სამი უკმა იმ ორ შემთხვევაში ჩემთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე მაგით რაღაც 1 გრამი ცხიმის მომატება რა. ამიტომ ჯანმრთელობა მარტო ის არ არის რომ ზედმეტად ჯანმრთელი საკვები ჭამოთ. ჯანმრთელობა არის გონების მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა, უბრალოდ იმაზე უნდა ვისაუბროთ რა დაგვეხმარება რომ ვიყო ჯანმრთელად და შემდგომ თქვენი არჩევანია რამდენად ჯანმრთელად გინდათ ვიცხოვროთ და ბედნიერებას რა როგორ განიჭებთ. მე მაინიჭებს დედაჩემის ტაფაზე გამოსვარე პურის ჭამა და ბებიაჩემის გაკეთებული ხაჭაპურის. ამიტომ ყოველთვის ვეცდები რომ გამოვძებნო გზა, რომ დავარღვიო კვება და ეგ მივირთვა. ზუსტად ამიტომ ვცემ ძალიან დიდ პატივს ფიტნესის ბოდიბილდინგის ლეგენდას რონი კოლმანს, რომელიც პირველ რიგში მაკრონუტრიენტებით ითვლიდა საკუთრს და რა კალორიები და მეორე რიგში იმიტომ რომ ინტერვიუ მაქვს ნანახი, სადაც იძახის რომ მე მაგალითად ბოსტნეულს არ ვიღებდიო და როდაუსვეს კითხვა რატო იქ ხო სასარგებლოა, ვიცი, მაგრამ მათი გემო არ მომწოდა და მერჩვენა ისევ ნახშირწყალი მიმეღო ბრინჯის, კვილი კარტოფილის და ასე შემდგომ სახით. და ზუსტად ეგრეა რა. არც ბრინჯი არ არის არაჯანსაღი. და თუ ვიტამინებს მიიღებ ტაბლეტების სახით, და არ მიიღებ ბოსტნეულს არა უშავს. თუმცაღა რო გამოდიან ინფლუენსერები რომ არ მიიღოთ ბოსტნეული ან რამე მსგავსი, არა. სასარგებლოა, ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება. თუმცა რაღაც თუ არ მოგწონს, შეგიძლია ჩაანაცვლოს სხვა რაღაცით და რასაც ის გაძლევდა, ამ შემთხვევაში ბოსტნეული, ის მიიღო ვიტამინების სახით. თუ რა თქმა უნდა არ მოგწონს. ეს იყო ჩემი დამოკიდებულება სრულიად ამ 21 ვიდეოში. დავცხოთ. მოკლედ ამ საბოლოო გამეორება. იმედია შევმა ვიდეოებმა საჭირო ინფორმაციები მოგაწოდათ და ისიამოვნეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და ვინც ახლა შემომიერთით და ახლოვეთ არხი, დამიჯერეთ რომ მალე უკეთესი კონტენტი და უფრო მაგარი სიახლეები დაიდება. ერთ გამეორებას გავაკეთებ. ესპრესებს არ ვიზავ, საუნა აქვს და შევვარდები აუცილებლად. და აბა სექტემბრამდე მეგობრებო, ყველანი მიყვარხართ, ვინც ჩემ ვიდეოებს უყურებთ. მადლობა ყველას, ვინც ესე ხარში მიდექით და თითო კომენტარით, ლაიქით და სუბსკრაიბით მომხმარებდით ამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში. მალე შევხვდებით აბა თქვენიც.